რომ ლაპარაკობდით არ არის გამორიცხული რომ ცხოველსაც გაეარა უკან. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, დარწმუნებული ვარ ამ ადამიანს წარდგენა არ ჭირდება ჩემ არხზე და ყველამ კარგად ვიცით, თუ იმყავს ახლა სტუმრად ჩემს ჯუნგლების პოდკასტში მაუნტ ჩარლსტონის მთაზე, ლას-ვეგასში. რომან როგორ ახარ? გამარჯობათ. Всё. საკმარისი, წავედი სახში. გამარჯობათ. კარგად ვიყოლეთ. მოკლედ არ ვაპირებდით აქ რაღაც პოდკასტის ჩაწერას და ასე შემდეგ, მაგრამ მთელი გზა რომ მოვდიოდით, სულ ისეთი ემოციური საუბრები გვაქვს ხოლმე რომანს და მე რომ დავდგი კამერა. ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია. და მოხდა ის ყველაფერი, რასაც ახლა ნახავთ ვიდეოში, ასე რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და იმედი მაქვს რომ გესიამოვნებოთ ჩვენი საუბარი. ისე მაგრამშია. ხო, წონის კლების ამბები წინ გვაქვს. ზოგადად ვერ ხვდებიან ხოლმე ბევრი რა, რომ რამდენად რთული და მენტალური არის. ისე წონას რო დაიკლებ ხანდახან უფრო მიხარი ხასიათზე მოვდივარ შემდეგ წონა. ბრძოლა უკვე ისეთი რთული აღარ მქონია. მე ხო 2 სამოყვარულო თუ 3 სამოყვარულო ვიჩხვევი საქართველოში და პირველად წონა რო დავიკელი, აი ეს მომენტი საერთოდ რომ რაღაც ბრძოლა იყო ან რაღაცა, აი საერთოდ გამიქრა ნერვიულობა და ყველაფერი ისეთი ბედნიერი ვიყავი. ისეთი ბედნიერი ვიყავი. ალბათ უფრო კიდევ ფსიქოლოგია. კი. მეც ჩემი ნაჯახი. ტყუილად გამოგვივიდა წამოგებული, მაგრამ იმდენი შეშა ნაჯახი არ დაგჭირდა. ანტურაჟისთვის გვექნება. აი ესეთი პოდკასტი რო. თებში. კაია ხო? რა ვიცი, მე სულ მიმაჩნია რომ აქ უფრო ცოცხალი ვარ. პირველად როდის შეგიყვარდა საერთოდ ლაშქრობაზე სიარული და ლაშქრობას ასე ვერ გამოვიტან რაღაც კონკრეტულ თარიღს დროს. ვფიქრობ, უბრალოდ ბავშვობიდანვე ბუნება მიყვარდა რა. სოფელი მიყვარდა ძალიან. აჭარაში ჯოჯოა ჩემი სოფელი, გურიაში ორმეთი. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა იმოქმედა ამ სოფლებმა ჩემზე. გურიაშიც ძალიან ბევრ დროს ვატარებდი ბაბუა ჩემი და ბებია ჩემის გამო. ძალიან ბევრ დროს ვატარებდნენ იქ. და საერთოდ ეს ასეთმა ცხოვრებამ უფრო მომხიბლა რა. ეს სიწყნარე მიყვარს, ცხოველები მიყვარს. რა თქმა უნდა, ქალაქშიც ბევრი საქმე მაქვს და ვალდებული ვარ რომ ვიყო. ორი აზრი არ არის ამაში და არც იმას ვამბობ, რომ ადამიანი რაღაც განმარტოვებულად უნდა ცხოვრობდეს. უბრალოდ, როდესაც საჭიროა ის შესაძლებლობა უნდა გქონდეს, რომ წყნარად შენთვის თავისუფლად იცხოვრო. და მოდის ნელ-ნელა საქართველოში მის კულტურაც აი ადრე იყო ასეთი ყველა ცდილობდა რომ ქალაქში ცხოვრა და გასაგებია რატომაც ადვილია უფრო სამსახურის ნახვა და ასე შემდეგ. მაგრამ ის პერიოდიც მოდის, როდესაც ალბათ ბჭყალებში ხალხმა იშოვა ეს ფული და ცდილობს ქალაქგარეთ ცხოვრობდეს. მოვა, ყველაფერი მოვა. ყველა სოფელსაც ფასი დაერევა. კი, უკვე ბევრი ახალგაზრდა სხვათა შორის ბევრი მაგალითი ვიცი, რომ თუნდაც ახალ დაოჯახებულები სოფელში გადავიდნენ, შეიძინეს იქ სახლი, გაარემონტეს, საქონელი და ასე შემდეგ და მე მიხარია სიმართლე გითხრა ესეთ რაღაცებს რო ხედავ ხოლმე რა. მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი მაკეთკენ რა, ესე ვიტყვი. მოვა მაგის დროც დარწმუნებული ვარ. ყველა თავის დროზე მიდის აი ასეთ გადაწყვეტილება. ზოგი მიდის, ზოგი არ მიდის. ყველას თავისი გზა აქვს. ნამდვილად არავის არ განკიცხავ, არავის არ ვასწავლი. უბრალოდ ჩემი გზა ასეთია, მეტი არაფერი. აი ლას-ვეგასში ვარ და მაგალითად ლას-ვეგასიდან სულ მინიმუმ კვირაში ერთხელ ასეთ ადგილებში ჩამოვდივარ და აქ კარგად ვძნობ თავს წყნარად.
და შემდეგ ჩხუბობ რამდენი 1000 მიყურებს არ ვიცი. ხო 8 დღე დარჩა მოკლედ ბრძოლამდე. ხო. დღეს პარასკევია, შემდეგ შაბათს ზუსტად გუშინ იოსი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუზე ვიყავი იქ აპექსში სხვათა შორის და ვიდეოს იქაც ვთქვი რომ მეთქი შემდეგ შაბათს აქ ჩვენ გავიმარჯვებთ მეთქი ეს სიტყვა დავტოვე გუშინ. ანუ წარმოიდგინეთ ერთ კვირაში ზუსტად აქ იოსი აპექსში რომანტოვიძე ექცის და უკვე მომდის ეს ემოციები. როგორი იქნება? არაერთხელ გამარჯვებული გვაქვს აპექსში. შეჩვეული ვარ საკმაოდ. ამ პირველი ბრძოლა თქვენ აბუ-დაბიში იყო ჩემი, მაგრამ შემომდევნო ალბათ 3 ბრძოლა შემდეგ აპექსში ჩავატარე. კი, დიახ, აპექსში ჩავატარე ნამდვილად. ბრძოლებზე კითხო რაღაცეები თუ ხო იცი ბუნებაში არ მიყვარ ბრძოლებს ლაპარაკი, მაგრამ თუ შენი პოდკასტი ის არის პრობლემა არ არის. ნუ რადგან ეხა მაინც ახლოს არის ეს ბრძოლა, მაგიტო ავტომატურად ყველას ექნება კითხვები. ნუ კითხვები რა ინტერესი უფრო რომ როგორ ჩაიარა შენმა მომზადებამ, შენ თვითონ რამდენად კმაყოფილი ხარ. ბოდიში ერთ ვიტყვი, ეხლა შენ არ ხარ, ნუ ზოგადად არ ხარ სოციალურ ქსელებში იმდენად აქტიური და არ იცის აუდიტორიამ როგორ ემზადები, რას აკეთებ ამ ყველაფრისთვის ხო ხდები და აინტერესებს მათაც დარწმუნებული ვარ. პირველი რაც მინდა გითხრათ რომ არც ერთი სპორტსმენი არ გეტყვით ბრძოლის წინ როგორ მოემზადა. უпроსტად თუ ცუდად მოემზადა, არ ეტყვით ცუდად მოემზადება. მაგრამ მე რეალურად მართლა კარგად გძნობ თავს. ყველაფერი კარგად არის, მთავარი ფოკუსი ახლა რა თქმა უნდა წონის კლებაა და მეტი არაფერი. სტანდარტულად ჩაიარა, კარგად ჩაიარა მომზადებამ, ისევ ჩემ დარბაზში, სადაც მუდმივად ვემზადები, ექსტრემ კულტურაში ვარჯიშე, კარგი სპარინგ პარტნიორები. და რა თქმა უნდა, ხა წონა დავიკლოთ სწორად, მე შემდეგ სწორად აღდგენა და გამარჯვება ჩვენი. კი, მოკლედ ერთი სული მაქვს ეგ წოლის კლება. კი, ყველას. ჩავატაროს და სხვანაირი განწყობით და ამით რო შეჭამ უკვე სხვა ხასიათზე ხო უკრა ხასიათზე. მე რაფსაც სულ მაგას ვეუბნები, შენ იმდენად არ გეტყობა ხოლმე, მაგრამ ნუ შენც გეტყობა რა თქმა უნდა ახლა ეს ვიზუალური, ხო? უფრო ვიზუალურად ვიტყვი. რადიკალურად სხვა ადამიანები ხართ აწონებამდე და აწონების შემდეგ. რა თქმა უნდა. ყველა ესე არის. ნუ როგორ არის დეფიციტი აქვს ორგანიზმს, რა თქმა უნდა, კალორიული საერთოდ სხვა ნივთიერების და ეს ნუ ჩვენს ხასიათზეც მოქმედებს, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს სავსებით ნორმალურია. მე ამ ყველაფერს ნორმალურად ვდგები, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ჩემი მომზადების სამუშაოს, ასე დავარქმე. ამიტომ ჩვეულებრივად ვდგები ამ ყველაფერს. წინა წონის კლებაზე მახსოვს 11 საათში დაიკელი 8 კილოგრამი. 11 საათში, ანუ ჩანიშნული მაქვს ტელეფონში, რომ ვინიშნავთ ნოუთებად ესე. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვიყავი ალბათ იმ ბრძოლისთვის. ეხა ბოლო ბრძოლაზე, ხო? ხო. და რისი თქმა მინდა უბრალოდ, რომ აი 11 საათში 8 კილოს რო დაიკლევ. გარეთული. ცოტა რა თქმა უნდა ტვინზეც გავლენა აქვს. ასეთი სწრაფად დაკლება არ არის კარგი ორგანიზმისთვის. მაგრამ მე საერთოდ დიდი ვარ ფიზიკურად და დიეტები არ მიყვარს ძალიან გრძელი. რა თქმა უნდა ყველა თავის საფასურს ვიხდით. ეს არის ჩემი საფასური და ამ საფასურს ვიხდი მე. სწორად მესმის შენ რასაც ამბობ, ეხლა თუნდაც დიდი ვარო რო თქვი, თუ სწორად არ გადაანაწილე ყველაფერი, რასაც დიეტოლოგები აკეთებენ, წერენ და ასე შემდეგ, ეხლა უბრალოდ მუინის მაგალითს მოგიყვან. თვენახევარი ქონდა ბრძოლამდე დარჩენილი და უკვე ისეთ მკაცრ დიეტაზე იყო, რომ საერთოდ ვარჯიშის ენერგიაც არ ქონდა რა. და ჩვენთან იყო სახლში გამოსული ერთ-ერთი საღამო იყო და ან ცუდად გრძნობდა ადამიანი თავს და თვენახევარი დარჩენილი ბრძოლამდე. ჩურჩხელა ვაჭამე, წარმოიდგინე, მეთქი გიჟი ხარ, მეთქი რასაკეთებ. თვენახევარი. ანუ ხვდებით ალბათ როგორი რთულია მენტალურად მე რაბიც წინასწარ იქმნის განწყობას ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ ხო იცი როგორც არის, რომ აი ის მომენტი
შენ წონას რო იკლებ, მერაბი წონას რო იკლებს, ჩემთვისაც როგორც თქვენი გუნდის წევრისთვის გარე სამყაროში რა ხდება, საერთოდ ყველაფერი ითიშება და ყველაზე პრიორიტეტული ხდება წონის კლება და ყველაფრის იდეალურად გაკეთება. იმდენად რთული პროცესი არის ეს მეგობრებო, იმიტომ რომ მე მაგალითად შეცდომები დამიშვი ამ ამბავში, ანუ საკუთარ თავზე არ ვამბობ, როდესაც სხვებს ვეხმარებოდი და მინახავს მე ამ შეცდომების გამო რეები მომხდარა. ყველაზე ესეთი პროცესი არის, მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა უკვე ამას ვიტყოდი და მე მიხარია რომ პროფესიონალურად ვაკეთებთ ყველაფერს და კარგად შეთამაშებულები ვართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით. მე მაინც ვფიქრობ, წონის კლება ძალიან ინდივიდუალურია და იმიტომაც გაგიჭირდა ალბათ რომ დაინახე მე ასე ვიკლებ, მერაბი სხვანაირად იკლებს, სხვა მუინი სხვანაირად იკლებს, ძალიან ინდივიდუალურია. და ამიტომ აი ყველამ თავის უნდა გააკონტროლოს როგორ არის სწორი და როგორ არა. შენ ალბათ იცი მე პირიქით ვცდილობ რომ აი მე ვფიქრობ რომ მენტალური მხარეა უფრო წონის კლება, იმიტომ რომ ორგანიზმი დაიკლებს, შეუძლია დაიკლება, მენტალურად წყდება ზოგი, მენტალურად უჭირს. მენტალურად აი ტვინი აძლევს იმის ბრძანებას, რომ მე აღარ შემიძლია დავამთავრო და მორჩა. ხშირად ასე ხდება. თუ მენტალურად მზად ხარ და შეგიძლია იწინააღმდეგო შენ შინაგან ხმას, მაშინ მე ვფიქრობ მეტი წონის დაკლებაც შესაძლებელია. მაგრამ ჯანმრთელობაც მთავარია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც წონას ვიკლებთ, თქო უნდა მას გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე და სამომავლოდ ალბათ უფრო ვიგრძნობთ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ ყოველი წონის კლების დროს ადამიანის ორგანიზმი იფიტება. სასარგებლო მინერალები, ვიტამინები, რაც არის ადამიანის ორგანიზმში, ეს ყველაფერი გამოდის, იმიტომ რომ ეს არ არის ჯანსაღი პროცესი 11 საათში 8 კილოგრამის დაკლება და თუნდაც ერთ კვირაში 10 კილოგრამის დაკლება. ნუ მერაბი სხვა წონა არის და უბრალოდ ვამბობ. და თან ამას უკვე ხშირად როდესაც აკეთებ, წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ მაგალითად ვამბობ, უკვე რაღაც პერიოდის მერე თავისი უკუ ეფექტები აქვს ამას ჯანმრთელობაზე და ყველას ხშირად გონია რომ სპორტსმენები ყველაზე ჯანსაღი და ჯანმრთელი ადამიანები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის მეგობრებო, მწარე რეალობა არის, ძალიან ბევრი ტრამვა, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობის პრობლემა და რთული მომენტები დგას ამ ჩვენი წარმატებული სპორტსმენების უკან. მე ასე ვიტყოდი, რაც საკუთარი თვალით მინახავს არაერთხელ, მაგრამ ყველაფერი კარგად არის, რაც მთავარია. ბრძოლის შემდეგ მოკლედ აპირებს ესე თქვა. ბრძოლის შემდეგ რომანი არ მაძლევს ხოლმე უფლებას, რომ ნორმალურად 1-2 დღე გავატაროთ, ჩაჯდება თვითმფრინავში და მიფრინავს საქართველოში, სრულიად მესმის შენი. რატომაც გაგიწევს ესე გული, ოჯახი ყავს, ბავშვები გელოდებიან, მოკლედ ბათუმში ცხოვრობ, დაფუძნებული ხარ, მთელ შენ მეტროს გატარებ. და ბათუმში როგორი პირობები არის მაგალითად, აი სხვათა შორის მომზადების მიმართულებით მაინტერესებს უბრალოდ. ძალიან კარგი დარბაზებია ბათუმში და მე პირადად სულ ვარჯიშობ ბათუმის ბოქსის აკადემიაში. მე ფლობელია პირველ რიგში ჩემი მეგობარი და ამიტომ ფიზიკური მომზადებაც იქ გავდივარ, მწვრთნელებიც მეხმარება, ბოქსის მწვრთნელებიც იქაური მეხმარება და საერთოდ დარბაზსაც ჭალებში ასე ვთქვათ ვიყენებ იმისათვის რომ რაღაც მომზადების რაღაც ეტაპები გავიარო, ან როდესაც ბრძოლა არ მაქვს ფორმა მაინც შევინარჩუნო, მაქვს საშუალება რომ ავირჩიოდო როდესაც მინდა მივიდე, შევკრიბავე ჩემ გუნდს, ჩემი წონის რამოდენიმე ბიჭებს მინდა მე ეს მყოფნის და საკმაოდ კარგად ვემზადები, ძალიან კმაყოფილი ვარ და ბათუმის ბოქსის აკადემიას მინდა მადლობა გაუგზავნო და მოკითხო ლას-ვეგასიდან. სხვათა შორის ჩემი ბევრი მეგობარი ვარჯიშობს იქ და აქტიურად შეჯიბრებსაც ატარებენ, აქტიურები არიან. შენც ხო ხედავ უკვე როგორ ვითარდება, მე ხო დაახლოებით 2 წელიწად ნახევარია საქართველოში არ ყოფილვარ და სიმართლე გითხრა არ ვიცი ესე უკვე შიგნით როგორი სიტუაცია არის დარბაზებში, მაგრამ სოციალური მედიიდან რასაც ხედავ, გაიზარდა ალბათ ინტერესი. კი, გაიზარდა ნამდვილად. ბევრია დაინტერესებული, რა თქმა უნდა, ჩვენი წარმატებაც ამაზე მოქმედებს და ძალიან ბევრი დაკავდა სპორტით.
ამას სულ ყველას ვეუბნები, რომ მარტო სპორტი არაა საჭირო და ალბათ ახლაც ვეტყვი. მე გამოცდილება მაქვს მწვრთნელობის 8 წელი უკრაინაში ვიყავი, ჩემი დარბაზი მქონდა, მწვრთნელი ვიყავი, ძალიან დიდი მიღწევები მქონდა, 2 წელი ზედიზედ საუკეთესო დარბაზიც ვიყავით უკრაინაში. და ყველა სპორტსმენი და პროფესიონალი ვერ გახდება, ამიტომ ყველამ უნდა მოემზადოს სხვა გზაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპორტს დაანებო თავი. სპორტი მე პირადად როგორც პროფესიონალი სპორტსმენი და ჩემს შვილებს როგორც ვურჩევდი, სპორტი უნდა იყოს შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მაგრამ უმთავრესი ნაწილი არ უნდა იყოს. და ყველა ამ შეცდომ ბევრი უფრო სწორად ასეთ შეცდომას უშვებს. და რასაც მე არ ვეთანხმები. და უცილებლად ადამიანი, აი, როდესაც პიროვნებაზე გვაქვს საუბარი. პიროვნება ლამაზია იმით, როდესაც განვითარებულია ფიზიკურადაც, გონებრივადაც, ლაპარაკი შეიძლება ასეთ ადამიანთან საუბარი სხვადასხვა თემებზე. და მე ვფიქრობ, ასეთი ადამიანი უფრო მეც მიაღწევს ცხოვრებაში, სპორტშიც და სხვა საქმიანობაშიც. თუ სპორტი არ გამოვიდა, შესაძლებლობა იქნება, რომ თავისი ჭკუა და გონება გამოიყენოს და სხვაგან მიმართოს თავისი ძალღონე. ამიტომ მე მაქვს გამოცდილება, ბევრი მინახავს ძალიან ძლიერი, კარგი სპორტსმენი, მაგრამ ხანდახან იღბალიც საჭიროა. ამიტომ ხშირად ისეთ სპორტსმენები, რომლებსაც ფიქრობდა ხალხი, აი ნამდვილად აუცილებლად მოხდება ამ თუ იმ ორგანიზაციაში, საბოლოოდ აუშვათ იმ რეზულტატებს ვერ დებს, რასაც ელოდებოდა ხალხი. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. კიდევ ერთხელ გავამეორე. სპორტი განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, მაგრამ მთავარი ნაწილი არ უნდა იყოს. ასე ვეტყვი მე ჩემს შვილებს. გეთანხმები აბსოლუტურად და მე მადლიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი რაღაცა სხვანაირად დამანახე. მიხარია რომ მერაბი და შენ ესე მედექით გვერდში და მოკლედ სწორად დამანახეთ ბევრი რაღაცა, რომ კი სპორტი გასაგები არის, მაგრამ არის ამის მეორე მხარიც. შენი სიტყვების ციტირება უნდა მოვახდინო ახლა. შენ ხშირად ამბობდი, რომ ყველა ხედავს წარმატებულ სპორტსმენებს და არავინ არ ხედავს რამდენი წარუმატებელი სპორტსმენი არის ამ ყველაფრის უკან და მე უკვე შემიძლია ვთქვა აი ყველაფერი, რომ რაც აქ ვარ, იცი რომ მარტო ამ სფეროში ვარ თავით გადაშვებული, ძალიან ბევრი კარგიც ვნახე, ცუდიც ვნახე, ესეც ვნახე და ისიც ვნახე. არ არის მარტივი, მოკლედ ყველა მხრივ განვითარებული, ძლიერი, განათლებული უნდა იყო, თუ გინდა რომ MMA-შიც ამ სპორტშიც რაღაცა გამოგივიდეს. უკვე ადამიანებს თავიანთი მარკეტინგის გუნდები ყავთ, საუბარი უნდა შეგეძლოს, აი როგორ თქვა, ჩვეულებრივად შენი თავის გაყიდვა. როგორც სულად არ უნდა ჟღერდეს. კი, იმიტომ რომ UFC მაგალითად ახლა არის ტოპ პრომოუშენი, ორგანიზაცია მსოფლიოში, მაგრამ თუ შენი თავის გაყიდვა არ შეგიძლია, მათთვის საერთოდ საინტერესო არ ხარ, რადგან UFC არის ბიზნესი. ისევ ვიღაცის ბიზნესი. ვიღაცის ბიზნესი. ისევ ჩვენ ვართ პროდუქცია. ისევ შენ სიტყვებს გეუბნები უკან. ხო, ნუ ეს არის სიმართლე რეალურად, ეს ადამიანები დაინტერესებულები არიან გაყიდვებით, ნახვებით, საიდანაც შემოდის თანხა. ფულით დაინტერესებულები არიან. რა თქმა უნდა, ანუ UFC ვერ იარსებებდა თუ ამ ჩხუბებს არ გაყიდიდნენ, ხო, მსოფლიოს მასშტაბით და მე ყოველდღე ხედავ UFC-ში სხვადასხვა განყოფილებები როგორ მუშაობენ, ახალ ბაზარზე როგორ ცდილობენ გასვლაზე, ჩინეთში მაგალითად UFC-PI რატო ააშენეს მექსიკაში, მაინც არაფერი არ გამოდის. ჩინეთში, ხო, ანუ რისი თქმა მინდა, რომ სულ ცდილობენ ახალ ბაზარზე გავიდნენ, ახალი აუდიტორია მოიზიდონ. ამის თქმა მინდა, რომ ეს ჩემი თვალით ნახე, როგორ მუშაობენ ამ ყველაფერზე და როგორ ხდება ექსკლუზივების მიცემა რაღაც იმის გამო, რომ უფრო მოიზიდონ აუდიტორია და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ბიზნესი არის. ჩვეულებრივი ბიზნესი არის, ყავთ მარკეტინგის განყოფილება, გაყიდვების განყოფილება, გადამღები განყოფილება, ეს ნუ ძალიან დიდი, კარგი, ესე ვთქვათ, კარგად შეთამაშებული ორგანიზმი არის, მე რაც დავინახე. ვიღაცა შეიძლება იმის ისიც კონდეს რაღაც ილუზია, რომ აი რაღაც UFC-ს თანამშრომლები და ასე შემდეგ, რომ მილიონერები არიან და ასე შემდეგ ჭყალებში ვიტყოდი, მაგრამ ეს ყველაფერი არის მეგობრებო ილუზია.
არ არის ყველაფერი ესე მინდა ვთქვა. ყველას თუნდაც აქ ამერიკაში ვინც არის მეც მათ შორის იმასაც არ აქვს ახლა დიდი მნიშვნელობა რომ თუნდაც ესე მერაბთან ერთად ვარ და იცი შენს რამდენ რაღაცაში მეხმარება. მერაბი ჩემპიონი გახდა, ორჯერ ქამარი დაიცვა, მე მისი გუნდის ერთ-ერთი განუყოფელი წევრი და მერაბიც ჩემთვის ახლა იცი ოჯახის წევრია, მაგრამ მე ყოველ დღე მუშაობ, პატრიოსნად, კამერა ხელში მიჭირავს, ჩემთვის არაფერი არ შეცვლილა. ხალხს ხო გიჭირავს? კი, ანუ ამის თქმა მინდა რომ პირიქით უფრო მეტი პასუხისგებლობა თუ არ დამემატა და ანუ ხო ხვდები რის თქმა მინდა რომ რაც უფრო ვითარდები, უფრო მეტი პასუხისგებლობაც გემატება. ადამიანსაც შენ როგორც ამბობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი გინდა ხოლმე, მაგრამ შრომის გარეშე უბრალოდ ამის თქმა მინდა რომ სულ ადამიანის მოთხოვნებს ზღვარი არ აქვს. კი, მართალი არის, რა თქმა უნდა. ასიმაღლეს არ უნდა მიაღწია. გეთანხმები ამაში. მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მაინც ყოველ დღე ისევ იგივეს ვაკეთებ, ესე ბჭყალებში რო ვთქვა, პახაობ. ბოლი გამდის ხოლმე ხუმრობით ვიტყვი რომ გადარბენა, გადმორბენა, ანუ იმდენ სხვა რაღაცაზე გიწევს კონცენტრაცია აქ ყოფნის დროს, შენც კარგად იცი რომ არ ხდება მარტივად რაღაცეები თუნდაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას მისვლა და ასე შემდეგ. მაგრამ მე არ ვამბობ რომ შეუძლებელია, მაგრამ მარტივი არ არის უბრალოდ ამის თქმა მინდოდა და იმის თქმა მინდოდა რომ შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მე რაც აქ ვისწავლე არის ის რომ უნდა ვიშრომ, თუ არ ვიშრომებ და არ დავრჩები ჩემი მიზნების ერთგული, ვინც არ უნდა მყავდეს გვერდში, საერთოდ მნიშვნელობა არ ექნება, არაფერი არ გამომივა რა შესაძლებლობებიც არ უნდა მომეცეს. ყველაფერი თვითონ ამ კონკრეტულ ადამიანებზე და ინდივიდებზე არის დამოკიდებული ამის თქმა მინდა რომ როგორ მოინდომებენ და როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს. მე ვერ ვიტყვი რომ ბავშვობიდან ვცდილობდი რომ ბრძოლებში ყოფილიყავი ან ბავშვობიდან ბრძოლები მიყვარდა, არა. 22 წლის ვიყავი რომ დავიწყე ჭიდაობა. ის ჭიდაობა არასდროს არ მიყვარდა, უბრალოდ ასე გამოვიდა. გრეპლინგი. და 28 წლის ვიყავი პირველი ბრძოლა რო ჩავატარე. ისიც არანაირი გამოცდილება არ მქონია სამოყვარულო და დავიწყე პირდაპირ პროფესიონალებში და 6 ბრძოლის შემდეგ UFC-სთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი. ამ ასეთი რაღაცები გამონაკლისი. და შეიძლება ჩემი მიდგომაც მე რო ხშირად რო საუბრობ რომ სპორტი მთავარი არ არის, აი დღემდე მომყვა, ხო, ასე დღემდე ასე ვფიქრობ. მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს. მაგრამ თუ ვისაუბრებთ იმაზე, აი უმეტესწილად პროცენტულად როგორ ხდება, თქმა უნდა, აი ჩემ დარბაზზე ვიტყვი. ოდესაში 8 წელი ჩემი დარბაზი მქონდა. ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი სამოყვარულო დონეზე. მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, უკრაინის ჩემპიონები ხო ძალიან ბევრი ყავდა ბიჭები და საერთოდ ძალიან ძლიერი გუნდი ვიყავით უკრაინის მასშტაბით. მაგრამ რამოდენიმე ბიჭზე თუ ვიტყვი რომ აი მიაღწიენ სპორტით ფინანსურ სტაბილურობას, რაც მხოლოდ სპორტზე თუ ვისაუბრებ და წარმოიდგინეთ ალბათ 500, 600, 700 შეიძლება მეტი მყავდა ჩემი მოსწავლე. და რამოდენიმე ადამიანზე გვაქვს სულ ჩვენ საუბარი, ხო ვიზეც ვამბობ. ხო. ამ დანარჩენები აი თუ იყო ბავშვები, რომლებიც სპორტსმენები, რომლებიც ყველაფერზე მხოლოდ სპორტზე ქონათ აქცენტი, მე ამას ვეწინააღმდეგებოდი სულ, მაგრამ ფაქტი ხო სახეზეა, ჩვენ ვხედავთ როგორც თქვი, როგორც მე ვამბობ, აი ის 1-2 ადამიანი რომელმაც შეძლო და იმ ათასობით რომლებმაც ვერ შეძლო, იმაზე არავინ არ საუბრობს. ამიტომ სირთულებით არის გზა სავსე და როგორც არა მხოლოდ სპორტში. გზა სირთულებით არის სავსე ცხოვრებაში. და ყველაზე კარგი და სწორი მაგალითი იქნება, რაც მე პირადად ძალიან გულს მტკენს, თუ ამ საკითხზე რაც შენ მე შემეკითხე, ვისაუბრებ აი იმ რაკურსიდან, როდესაც ხედავ თუ რამდენი ქართველს უნდა საქართველოს დატოვება. და შენც რო წამოხვედი, მოიცმე სულ სიმართლეს გეუბნები და პირდაპირ ვამბობ. და მოდის ამერიკაში. ამერიკაში ჩამოსვლა და საქართველოსთან წამოსვლა იმას არ ნიშნავს, რომ შენ აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. და ის რაც შენ თქვი, რომ
აუცილებლად უნდა იმუშაო, ადგილზე არ უნდა გაჩერდე, სულ რაღაც ყოველდღიურად რაღაც საქმიანობაში უნდა იყო. ასეთი ცხოვრება ამერიკაში და ასეთი ცხოვრება ყველგან და დარწმუნებული ვარ ასეთი ცხოვრება საქართველოშიც. ისიც არის რომ არის კარგი მაგალითებიც, როდესაც ხალხი აქ ჩამოდის და რაღაც მიღწევები აქვს დიდი და არის ესეთი მომენტები, როდესაც ადამიანი შეიძლება და არ ჩამოსულიყო აქ, დარჩენილიყო საქართველოში და უფრო ბედნიერი იქნება და უფრო ბედნიერად ცხოვრებდა. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა და საზღვარგარეთი სამოთხეა. ყველგან მუშაობაა საჭირო, ყველგან უნდა საქმეში იყო ყოველდღიურად ჩართული და ამერიკაზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, აი ძალიან კარგად ისჩენს. ერთი თვეც რო არ იმუშაო ამერიკაში. ერთი თვე? ქუჩაში ცხოვრ. ერთი კვირა, რა ერთი თვე. ძალიან ძვირია ცხოვრება, გამომუშავებაც შესაძლებელია. ვინც მუშაობს, გამოიმუშავებს. მაგრამ ძვირია ცხოვრება. ყველა სახლები ნაყიდი აქვს 30 წლის განმავლობით. ყოველთვიურად არ უნდა სახლები იაფი აქვს, არ ღირს. უნდა იხადო მანქანით განმავლობია, ტელეფონიც, ავეჯიც, სახლში ტექნიკაც, დაზღვევა ყველაფერი. ამიტომ ყველა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ აქაც, საქართველოშიც, ევროპაშიც, ან სადაც აპირებ, რა თქმა უნდა იმუშაო და ყოველდღიურად უნდა იმუშაო იმისთვის, რომ ყოველდღიურად ნაბიჯი გააკეთო წინ. და მე უბრალოდ გული იმაზე მტკივა, რომ მინდა რომ ჩვენი საქართველო იყოს წარმატებული, მინდა რომ ესეთ სიტუაცია მოვიდეს, რომ ხალხს არ უნდოდეთ და არ ჭირდებოდეთ საქართველოს დატოვა. მესმის არის ხალხი, რომლებიც ასეთი სიტუაციის გამო ან ცხოვრების პირობების გამო ტოვებენ საქართველოს. მაგრამ ისიც არის, რომ ხედავთ ბევრ ასეთ ჩამოსულ ხალხს და აქაც შეიძლება გაცილებით უფრო ცუდად ცხოვრობ, ვიდრე საქართველოში. და მე ვუსურვებ საქართველოს, რომ ჩვენ არ გქონდეს იმის მონდომება და ასე ვთქვათ ცხოვრებისეული სიტუაცია არ დაგვაძალოს, რომ ჩვენ სადღაც სხვაგან წასვლა გვინდოდეს. მე საქართველოში ვცხოვრობ და ყველას მინდა რომ ვთხოვო, აი ვინც წარმატებული ქართველები ვართ და რაღაც შეგვიძლია პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთოთ, მე ამას ვთვლობ. აი რა თქმა უნდა, აქ გამომუშავებ ჩემს ჯამაგირს და თანხას ბრძოლებიდან და რა თქმა უნდა ყველაფერს ვცდილობ რომ საქართველოს ჩამოვიტანო, საქართველოს დავეხმარო და რაღაც საკეთილდღეო და კარგი ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთო. და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მომავალი ნათელია. ჩემი ეს მინდა რაღაც გაგიზიარო მოკლედ ფიქრები. არ იყო მარტივი საქართველოს დატოვება მესმის, მაგრამ მე ზოგადად ისეთი ადამიანი ვარ, სადაც განვითარებას ვერ ხედავ საკუთარ საქმეში, პიროვნულ განვითარებას და ასე შემდეგ ძალიან მიჭირს გაჩერება და ძალიან დიდი დისკომფორტი მეწყება უკვე ამ ყველაფრისგან, როდესაც ერთი და იგივე ადგილას ბუქსაობ, ჭყალებში ესე ვიტყოდი. და ეს იყო რამაც მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ აქ წამოსულიყავი. ეხლა უკვე საკუთარ თავს ვერც ვადარებ, ვინ ვიყავი მანამდე და როგორი გამოცდილება მივიღე, რამდენი რაღაც ვისწავლე და ასე შემდეგ და ჩემი ძალიან დიდი მიზანი არის, რომ ეს გამოცდილება თუნდაც მარკეტინგის მიმართულებით არის თუ ბრძოლების მიმართულებით თუ გადაღების მიმართულებით ასე შემდეგ, აუცილებლად გაუზიარო პირველ რიგში ჩემ კუთხეს, მე ან ოცნებად არ მაქვს, მიზნად მაქვს ესე ვიტყვი, რომ დავბრუნდები აუცილებლად სამეგრელოში უნდა ვიცხოვრო და აუცილებლად მინდა რომ აი დედასპიცა ვარ სამეგრელოში სენაკში გავხსნა MMA-ის დარბაზი და გადავეშვა მოკლედ მთელი თავით და მოკლედ გიაზრი. გეფიცები რა, აი ეს ყველა ამაზე რომ მეფიქრება, აი სულ ბურძგლავს მთელ ტანზე იმდენად მინდა. და მე მხარს უჭერ შენს წარმოწყებას. ხო იცი ბევრ რაღაცებში არ გითანხმები. მაგრამ კარგი იქნება დაბრუნდები საქართველოში. აუცილებლად და ეგ არის ჩემი მიზანი, რომ ეს გამოცდილება, ეს ყველაფერი იმ ახალგაზრდა თაობას მიუტანო, რაც ახლა იზრდება და იცი რომ ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი და მართლა მიზნად მაქვს დასახული. ძალიან ბევრჯერ მისაუბრია მოკლედ ამაზე ალეკოსთანაც, მერაბთანაც და ჩემი ოცნება არ არის, მიზანი არის რა, ვიტყვი, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებ. აუცილებლად გავაკეთებ. ხო იცი როგორი კრიტიკული ვარ.
დრო გვაჩვენებს და მინდა რომ ასრულდე შენი ლაპარაკები და საქართველოში დაგინახო. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა რომ ჩვენი ყველა წარმატებული ხალხი საქართველოში ბრუნდებოდეს და ჩვენს ერს, ჩვენ ხალხს, ჩვენ მიწას, წყალს ეხმარებოდეს. და მით უმეტეს, როდესაც შეგვიძლია. მე ჩემში ამ ძალას გვძნობ და იმედია რომ თქვენც მოგეცემათ ის შესაძლებლობა რომ დაბრუნდებით საქართველოში, ვიცი როგორ იყვარს საქართველო, ჩვენ ხშირად საუბრობთ ასეთ რაღაცებზე და უსურვებ საქართველოს რომ ქართველ კაცს არ ჭირდებოდეს და აზრადაც არ მოსდიოდეს თავისი მიწა-წყლის დატოვება. მაგრამ ასე ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოში, მე მსოფლიოს ბევრ კუთხეებში დავდივარ, რა თქმა უნდა. და ბევრ გამხედავ, ევროპაზეც გეტყვით ხშირად ევროპაში ვიმყოფები და ხალხი იქაც უკმაყოფილოა. ევროპელს ელაპარაკები, სადაც სხვა ქვეყანაში უნდა გადასულ. ამერიკელს ესაუბრები, აქ არ მოწონს. როგორც თქვით, თავიდან როდესაც ვიწყები საუბარს, ადამიანის მოთხოვნები უსაზღვროა. საზღვარი არ აქვს. და ჩვენ სულ გონია რომ იქ უფრო კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ. ხანდახან არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალა ერთობაშია. ძალა ერთობაშია ნამდვილად და წარმატებები რომან მთელი სულით და გულით აუცილებლად გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენ ყველაფერს გააკეთებ ამისთვის. მიხარია რომ შენ ბატონო, ხო იცი. ჩვენ აქ წამოვედით, აი რომ ბუნებაში დრო გავატაროთ. ეს ყველაფერი რაც ახდება, ეს არის დამატებით რეალურად. ეს ჩვენ უბრალოდ აქ გვსიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა, საუბარი, ეს რაც ჩავწერეთ, უბრალოდ თქვენს გიზიარებთ და მადლობას გიხდით. და მეც მინდა რომ მადლობა გადაგიხადოს ბატონს მეშვეობით, რომ გულშემატკივრობთ. მეც თქვენს თანადგომას ძალიან გძნობ, როდესაც საქართველოში ვიმყოფები, ხალხის სითბო, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეც აუცილებლად გაგახარებთ. ძალა ერთობაშია, გამარჯობა ჩვენი იქნება. აუცილებლად. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, პირადად შენი, რაც დიდი როლი ითამაშე. ჩემი კაცრობა ესე იგი არ გაწუხე. პირიქით სიამოვნეს. რომანი არის როსულ მაწვევა, მახსელებს რამე თუ არ გამომივიდა, რატო არ გამომივიდა, რატო არ გავაკეთე. მართლად უნდა ვხედავდეთ სურათს, მაშინ არის ყველაფერი სწორი და მართალი. ძალა სიმართლეში ამასასია რომ ყველაფერი კარგადაა ბიჭო, მაგრად იყავით. დროებით მეგობრებო, მადლობა რომ გიყურებდით. ცოტა სხვანაირი საუბარი ქონდა, მაგრამ უნდა ვთქვა რომ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა და უკვე რომანის ბრძოლაზე შევხვდებით და იქიდან მოგიკითხავთ. აბა კარგად.